მე მინდა განახოთ რა ერთი ვიდეო მე ამ ვიდეოს დაცინოდნენ რა მაშინ რა რომ აი და შეთქმულების თეორია და რობიკო მყავდა მაშინ სტუმრად სხვათა შორის ახალი დაწყებული ქონა კიდობანი და მინდა აი პირველი ეს მაშინდელ სტუდიაში რადიო სტუდიაში რო ვიყავით განახოთ ის პატარა ფრაგმენტი რასაც მაშინ მე და ბატონი რობერტი საუბრობდით რა და თუ შეიძლება გაუშვათ რა ეს რა ყველა ერი ასეთ იმას წარმოადგენს მსგავს სიტუაციაში და ეხლა რაც ამერიკაში მოხდა ჩემთვის მე მგეჩვენება რომ ეს რაღაც ზღაპარი ხო არ არის თქვენ წარმოგიდგენთ სუზუმწოვარა ბავშვებს აწამებენ იმიტომ რომ ამ წამების დროს ეს ბავშვი გამოყოფს აქ ოფისში რაღაც ადრენალინის გამოგდა რა იქიდან ამ სითხეს იღებენ და მე ეს ცნობილი ვარსკვლავები თუ პიროვნებები ამით кайფობენ კი ბატონო არ кайფობენ ახალგაზრდობა ხო არა ამ წამლით кайფობენ მაგრამ ახალგაზრდობასაც ინარჩუნებენ მე ისეთი შტაბიზე ჭამერკიდება ამ ბავშვებს და ეხლა მითხარით აი როგორ უნდა ეცხოვროს ნორმალურმა ამერიკელმა დაუშვათ იქ ისეთი სახელებია ჩამოთვლილი ეხლა მე არ მეგონა რომ ეხლა არც მინდა თქვა იმიტომ რომ შეიძლება ესე ჭორია მაგრამ ტრამპმა სერიოზულად დაარქვა ამ პრობლემას ობამა გეიტი ესე იგი ეს მართალია ეთყობა ეხლა ისეთ ხო არ დაიწყებდა ასეთ პროცესს და დაჭერილია რამდენიმე ხალხი უკვე ყოველ შემთხვევაში რამდენიმეს უთხრეს რომ არ გახვიდეთ სახლიდან სახლში იძეკით აი ხა მითხარით რაკდან იქ ჩვენ ვართ ხა პროვინცი როგორც ყოველთვის საქართველოს ხა ეს პოლიტიკოსი ოდნა პროვინციალურ იგივე სიმეორებენ აქ ეხა ხო აწამებდნენ ეკლესიებში ციხეებში ხო იგივე პროცესი იყო ხა იქ ეს რაღაც კონძული ქონდა იმ მილიონერს პედოფილია და გავრცელებული და ნუ ჩვენთან კიდე შეიძლება არ ვიცით იქნება არიან ეს ხალხი იმიტომ ის აღვირახსნილობა ხო არა აქვს საზვარი ბოროტებას უფსკული არ უჩანს ძირი უფსკული სიკეთეს უჩანს რაღაცის ზემოთ ვერ ახვალ აი იქ არის სადაც ღმერთი ზნეობა ქვემოთ ჩასვლა აი ის უფსკულის გარეშეა იქ შეიძლება მიდიოდნენ და ვერ გაჩერდნენ და სად ჩახვალ ღმერთმა იცის ნუ ხა მე ვერ წარმომიდგინე ხა ის სახელები რომელიც არის ჩამოტვლილი რომ ისინი იყვნენ აი რაღაც გონია რომ ეს რაღაც კინო არის აი ჰორორები ხო სადაც ასეთი მსგავსი რაღაცა სატანური ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია ყველგან ხო ნუ აი ხა როდინდელი საუბარია ეს არის ჯერ ომიც არ არის 2020 წელია წარმოიდგინეთ ჯერ არც არის დაწყებული უკრაინის ეს კონფლიქტი და მაშინ თითქოს აი კორონას პერიოდში გამოვარდა ეს ჭორები თითქოს და ეს გახსოვთ თქვენ და მე ამას დაცინვა დაუწყეს იძახდნენ რომ თქვენ ბავშვებს ჭამენ ალბათ აი დაჟე ესე დაგვრცინოდნენ ბავშვებს ჭამენ ხო ბავშვებს ჭამენ თურმე აი გამოჩნდა რომ ბავშვებსაც ჭამდნენ კი და ყველაფერი საშინელება რაც კი შეიძლება რომ აი ადამიანის არ ვიცი რა თავში უნდა მოვიდეს ეს და რამდენმა ფულმა უნდა გაკადრებინოს ეს რომ აი შენ წარმოიდგინო შენი თავი რომ შენ მართავ ეს ღმერთის ადგილას წარმოიდგინეს თავები ამ ეგრეთ წოდებულმა ფულიანმა სირებმა მე თუ მკითხავ რა და იმიტომაც ხდება ეს რაც ხდება ამოდის და ამოდის ერთ შირქი რა და ეს კიდე ერთხელ გიმეორებთ გაემიჯნეთ ამას რა ჯობია რომ გაემიჯნოთ რა თქვენი დუმილი პირიქით არის რა ანუ რა ამ დუმილით რას იძახით რა არა გაქვთ სათქმელიც არა გაქვთ არაფერი ხო ხედავთ რა ამით მართლების სიმართლე გულზე არ მოგხვდათ ეს სიტუაცია რაც ახლა იქ ხდება თქვენთვის ეს არაფერი არ არის რატო ხართ დადუმებულები გამოგებინეთ რა